პავლე მოციქულისა წიგნი რომელთა მიმართ თავი მე-14. და უძლური იგი სარწმუნოებით შეიწყნარეთ ნუორგულებით და გულის სიტყვითა, რომელსამე ხრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ. ჭამელი იგი არა მჭამელსამას ნუ შეურაცხყოფ, და არა მჭამელი იგი მჭამელსამას ნუ განიკითხავ, რამე თუ ღმერთმან იგი შეიწყნარა. შენ ვინ ხარ, რომელი იგი განიკითხავს სხვისა მონასა? თვისისა უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამე თუ შემძლებლას ღმერთი დადგინებად მისდა. რომელიმე იმარხავ დღე გამოღები და რომელიმე იმარხავ ყოველსა დღესა. კაცადი თვისითა გონებითა გულსავსე იყავ. რომელი იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისა ზრახავს, და რომელი იგი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს, და რომელი ჭამს, უფლისა და ჭამს, რამე თუ მადლობს ღმერთსა, და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს და მადლობს ღმერთსა. რამე თუ არავინ ჩვენგანი თავითვისით ცოცხალ არს და არავინ თავითვისით მოკვდების. რამე თუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისა და ცხოველ ვართ და გინა თუ მოვსყდებით, უფლისა მიერვე მოვსყდებით. გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსყდეთ, უფლისანი ვართ. რამე თუ ამისთვისცა ქრისტე მოკვდა და აღდგა და ცხონდა, რაითა მკვდართაცა და ცხოველთაცა ზედაუფლებდეს. ხოლო შენ რა ისა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ თუ შენ რა ისა შეურაცხყოფ ძმასა შენსა? რამე თუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რამე თუ წერილა არს ცხოველ ვარ მე, იტყვის უფალი. რამე თუ ჩემდან მოდრკეს ყოველი მუხლი და ყოველმან ენამან აღუაროს ღმერთსა. რაც უკვე კაცადმან ჩვენმან თავისათვის სიტყვა იმისცეს ღმერთსა. ნუღარამცა ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ უფრო იზღა ესე განიკითხეთ, რაით არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცთური ძმასა. ვიცი და მწამს უფლისა იესო მიერ, რამე თუ არა შეგინებულ არს თავით თვისით. გარნა თუ რომელი იგი შევინმე რაცხოს შეგინებულად, იგი არ შეგინებულ. უკეთო საჭმლისათვის ძმა იგი შენი წუხდეს, არღარა სიყვარულით ხვალ. ნუ საჭმლითა შენითა მას წარწმედ, რომლისათვის ქრისტე მოკვდა. ნუმცა უკვე იგმობის კეთილი იგი თქვენი. რამე თუ არა არ სასუფეველი ღმრთისაი საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობაი და სიხარულის სულითა წმინდითა. რამე თუ რომელი ამათ შინაჰ მონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთისა და რჩეულ კაცთა. აწ უკვე მშვიდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთარს. ნუ ჭამადისათვის დახსნი საქმესა ღვთისასა, ყოველივე წმინდა არს, არამედ ბოროტარს კაცისა, რომელი შებრკოლებისათვის ჭამდეს. უმჯობერს არს, არა ჭამაი ხორცისაი და არცა სუმაი ღვინისაი, არცა რომლითა ძმა იგი შენი შებრკოლდების, გინა დაბრკოლდების, ანუ მოუძლურდების. შენ სარწმუნოებაი გაქუს, თავისა შენისათვის გაქუმდინ წინაშე ღმრთისა. ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავითვისი, რომელსა შინა გამოიცადოს, ხოლო რომელი იგი ორგულებდეს და რაღაცა თუ ჭამოს, დავესჯილ არს, რამე თუ არა სარწმუნოებით ჭამს, და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს. ხოლო რომელი იგი შემძლებელ არს დამტკიცებად თქვენ და სახარებისა ებრჩემისა და ქადაგებისა ქრისტე იესუისა, გამოცხადებითა საიდუმლოისაითა ჟამთამად საუკუნეთა დადუმებულსა, ხოლოაც გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინასწარმეტყველოითა ბძანებითა საუკუნოისა ღმრთისაითა დასამორჩილებელად სარწმუნოებასა ყოველთა მიმართ წარმართა უწყებულსა, ხოლო საბრძენსა ღმერთსა ქრისტე იესოს მიერ, რომლისაი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.